საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. გაკვეთილის თემა ორი სიმრავლის თანაკვეთა და გაერთიანება. შევისწავლით სიმრავლეებზე ამ ორ ოპერაციას. გავიხსენოთ რა ვიცით სიმრავლეების შესახებ. პირველ რიგში რა თქმა უნდა სიმრავლის განსაზღვრება. სიმრავლე გეორგ კანტორის განსაზღვრებით ეს არის ობიექტების, სულიად გარკვეული ობიექტების და ერთმანეთისაგან განრჩევადი ობიექტების ნებისმიერი ერთობლიობა. როგორც ვიცით, სიმრავლეებს აღნიშნავთ დიდი ასოებით A, B, C და ასე შემდეგ. შეგახსენებთ ნატურალური რიცხვთა სიმრავლის აღნიშვნას, N-ით აღინიშნება ნატურალური რიცხვთა სიმრავლე, Z-ით აღნიშნავთ თელ რიცხვთა სიმრავლეს. ვიცით, ცარიელი სიმრავლე ეს არის სიმრავლე, რომელიც არც ერთ ელემენტს არ შეიცავს. ვიცით ასევე ქვესიმრავლის ცნება, A სიმრავლე არის B-ის ქვესიმრავლე, თუ A-ს ყველა ელემენტი ამავე დროს B სიმრავლის ელემენტიცაა. ამ განსაზღვრების თანახმად, რა თქმა უნდა, N-ი არის Z სიმრავლის ქვესიმრავლე, ნატურალური რიცხვთა სიმრავლე. ამჯერად გადავიდეთ უშუალოდ ამ ოპერაციების შესწავლაზე, სიმრავლეთა თანაკვეთა და გაერთიანება. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. ვთქვათ, ერთ-ერთი სკოლის მე-7 კლასში არიან მოსწავლეები, რომლებიც დაბადებული არიან ოქტომბერში. ასეთი მოსწავლეების სიმრავლე აღნიშნოთ A100. A ეს არის, ესე იგი, სიმრავლე იმ მოსწავლეებისა, მე აქ ცოტა სიტყვას შევამოკლებ, იმ მოსწავლეებისა, რომლებიც დაიბადნენ, რომლებიც დაბადებული არიან ოქტომბერში. B-ი აღნიშნოთ სიმრავლე იმ მოსწავლეებისა, რომელთა გვარიც იწყება 100G-ით. და ასეთი მოსწავლეები ჩავთვალოთ, რომ არიან მე-7 კლასში ბავშვები, რომელთა გვარი იწყება 100G-ით. ჩავინიშნოთ. ესე იგი, B-ი არის სიმრავლე იმ მოსწავლეებისა, რომელთა გვარი იწყება 100G. მე დაფაზე დავხაზავ ორ წრეს. აი ამგვარად. ჩავთვალოთ, რომ ეს არის A სიმრავლე. ეს კი B სიმრავლეა. ეს აი აქ ამ სიმრავლეში ჩვენ ვთვლით, რომ აქ თავმოყრილია ყველა ის მოსწავლე, მე-7 კლასელი, ანუ ჩვენი აი მე-7 კლასის მოსწავლე, რომელიც დაბადებულია ოქტომბერში. B-ში აქ წარმოდგენილია ყველა ის მოსწავლე, რომლის გვარი იწყება 100G-დან. თქვენ ხედავთ, რომ აი ამ A და B სიმრავლეებს აქვთ საერთო ნაწილი, რომელსაც მე ახლა დავშტრიხავ.
საინტერესოა, რას უნდა წარმოადგენდეს, რომელი მოსწავლეები მოხდებიან ამ საერთო ნაწილში. ანუ ესენი არიან ის მოსწავლეები, რომლებიც დაიბადნენ ოქტომბერში და ამავე დროს მათი გვარი იწყება ASOG-დან, რადგან აქ ელემენტები, აი ამ სიმრავლის ელემენტები მიეკუთვნება როგორც A სიმრავლეს, ისევე B სიმრავლეს და სწორედ აი ამ ეს დაშტრიხული ნაწილი არის ჩვენი ორი სიმრავლის თანაკვეთა. A-ს თანაკვეთა B-სთან არის წარმოდგენილი ეს დაშტრიხული ნაწილი. ჩვენ თანაკვეთას აღნიშნავთ ასე A-ს თანაკვეთა B-სთან. განსაზღვროთ ორი სიმრავლის თანაკვეთა, განვაზოგადოთ. ორი A და B სიმრავლის თანაკვეთა ეწოდება სიმრავლეს, რომლის ყოველი ელემენტი მიეკუთვნება როგორც A, ასევე B სიმრავლეს, ანუ ორივე სიმრავლისთვის არის საერთო. ამჯერად გადავიდეთ ორი სიმრავლის გაერთიანების ცნებაზე. ამისათვის ისევ წარმოვადგინოთ A სიმრავლე და B სიმრავლე. A და B. ეს ჩვენი B სიმრავლე. მე დავშტრიხავ A და B სიმრავლეებს. აი თქვენ ხედავთ A და B სიმრავლეების გაერთიანებას. ანუ რა არის ამ ორი სიმრავლის გაერთიანება? ესენი არიან მე-7 კლასის ის მოსწავლეები, რომლებიც არიან დაბადებული ოქტომბერში და ისინიც, რომელთა გვარები იწყება ASO-5. მაშასე ორი სიმრავლის გაერთიანება არის სიმრავლე, რომლის ყოველი ელემენტი ეკუთვნის ამ ორი სიმრავლიდან ერთს მაინც. ეს ყველაფერი უფრო გასაგები რომ იყოს, მოვიყვან სხვა მაგალითს. დაუშვათ გვაქვს ორი ასეთი სიმრავლე. A სიმრავლე, რომელშიც უკვე ავიღოთ მისი ელემენტები იყოს რაიმე რიცხვები. 1, 2, 3. B სიმრავლის ელემენტები, ავიღოთ, თქვათ, B-ში შედიან რიცხვები 2, 5, 7. როგორც განსაზღვრეთ, რა უნდა იყოს A და B სიმრავლეების თანაკვეთა? A-ს თანაკვეთა B-სთან არის სიმრავლე, რომელიც შეიცავს საერთო ელემენტებს. ჩვენ შემთხვევაში საერთო არის ერთადერთი რიცხვი 2. რა უნდა იყოს A-ს გაერთიანება B-სთან? ეს არის A სიმრავლის ელემენტები 1, 2, 3 და ასევე B სიმრავლის ელემენტებიც, მაგრამ მივაქციოთ ყურადღება რიცხვ 2-ს. ერთი და იგივე ელემენტი არ შეიძლება წარმოგვიდგეს სიმრავლეში როგორც ორი სხვადასხვა ობიექტი. ან შეიძლება ასე ვთქვათ, ერთი და იგივე ობიექტი არ შეიძლება წარმოგვიდგეს როგორც ორი სხვადასხვა ელემენტი. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ რიცხვი 2 ვერ გამეორდება. თითოჯერ უნდა ჩაიწეროს მხოლოდ ამ სიმრავლეში. ამიტომ 2-ს არ ვწერ, წერ 5-ს და 7-ს. აი თქვენ ხედავთ ახლა A-ს გაერთიანება B-სთან არის აი ასეთი სიმრავლე. განვიხილოთ სხვა შემთხვევები. ანუ ჩვენ განვიხილავთ ისეთ შემთხვევას, როცა A სიმრავლეს B სიმრავლესთან საერთო ელემენტი არ გააჩნია. თქვათ ეს არის A სიმრავლე, ეს კი B სიმრავლეა. A-ს თანაკვეთა B-სთან, როგორც ვიცით, თანაკვეთა საერთო ელემენტების სიმრავლეა, აქ კი საერთო ელემენტები არ გვაქვს, ამიტომ დავწერთ A სიმრავლის თანაკვეთა B სიმრავლესთან არის ცარიელი სიმრავლე. რაც შეეხება A სიმრავლის გაერთიანება B-სთან, რა თქმა უნდა, იქნება A სიმრავლის ყველა ელემენტი და კიდევ B სიმრავლის ყველა ელემენტი. თქვენ ხედავთ ახლა დაშრიხულია A და B სიმრავლეების გაერთიანება.
რა შემთხვევაში შეიძლება გქონდეს აი რიცხვით მაგალითზე შეიძლება აი ასეთი ნახაზი როდის გვექნება, ასეთი დიაგრამა როდის გვექნება. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. თქვათ A რომ იყოს კენტი ციფრების სიმრავლე 1, 3 და ასე შემდეგ 9. B რომ იყოს ლუწი ციფრების სიმრავლე B უდრის თქვათ აი ასეთი ლუწი ციფრები ავიღოთ 2, 4. აი ეს 2, აქ ყველა ლუწი ციფრი არ წარმოვადგინებ, აი ეს 2 ლუწი ციფრი. რა გვექნებოდა ამ შემთხვევაში? რა იქნებოდა აი ამ ორი სიმრავლის თანაკვეთა? რა თქმა უნდა, საერთო ელემენტები ამ სიმრავლეებს არ აქვს და ჩვენ მას თვალსაჩინოდ აი ამგვარად წარმოვადგენთ. რაც შეეხება ამ ორი სიმრავლის გაერთიანებას, ას გაერთიანება სჯობს აქეთ დავწეროთ რა კი ეს ამ მაგალითს შეეხება ას გაერთიანება B-სთან ტოლი იქნება ყველა კენტი ციფრი 1-დან აქ რაც არის წარმოდგენილი მე მრავალ წერტილით ჩავწერ და თქვენ იცით რა იგულისხმება აქ ასევე ეს ორი ლუწი ციფრიც კიდე ავიღოთ აი ეს არის ამ ორი სიმრავლის გაერთიანება განვიხილოთ ასევე სხვა შემთხვევაც აქ წარმოდგენილია დაუშვათ A სიმრავლე და აი ავიღოთ B სიმრავლე აი ასეთი. A სიმრავლე და B სიმრავლე. თქვენ ხედავთ A სიმრავლეში შედის B სიმრავლე. ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ რომ B არის A სიმრავლის ქვესიმრავლე. რა უნდა იყოს მათი თანაკვეთა, ანუ საერთო ელემენტების სიმრავლე ცხადია იქნება B სიმრავლე. A-ს თანაკვეთა B-სთან ეს არის B სიმრავლე. რა უნდა იყოს A სიმრავლის გაერთიანება B სიმრავლესთან? ეს არის A სიმრავლე და ეს არის B სიმრავლე. ამ ორი სიმრავლის გაერთიანება, A-ს გაერთიანება B-სთან, რა თქმა უნდა, მოგცემს A სიმრავლეს. აი ჩვენ რამდენჯერმე დღეს დავხაზეთ დიაგრამები წარმოვადგინეთ სიმრავლეები თვალსაჩინოდ და უნდა ვიცოდეთ რომ აი ასეთი წარმოდგენა დიაგრამებისა ეკუთვნის მეცნიერ ვენი იყო ასეთი მეცნიერი რომელმაც დაწვრილებით აღწერა წრეებით სიმრავლეების წარმოდგენა ამიტომ ამგვარ წარმოდგენას ვენის დიაგრამებს ვუწოდებთ ვენიმდე ამ სიმრავლეების წარმოდგენას ფიგურებით სხვა მეცნიერებიც აკეთებდნენ როგორიც იყვნენ მაგალითად ლაიბნიცი ეილერი მაგრამ რადგან დაწვრილებითი აღწერა ეკუთვნის ჯონ ვენს, ამიტომ მას ისინი ცნობილია ვენის დიაგრამების სახელით. თუმცა კი თქვენ შეიძლება სახელმძღვანელოებში შეხვდეთ ეილერ-ვენის დიაგრამებს, აი ასეთი სახელწოდებითაც. გავაგრძელოთ ჩვენი თემა, დაუბრუნდეთ დიაგრამებს. მოვიყვანოთ ასეთი მაგალითი. დაუშვათ A სიმრავლე არის ნატურალური 5-ზე გაყოფისას ნაშთების სიმრავლე. მიღებული ნაშთების სიმრავლე. აქ შევამოკლე სიტყვა ნაშთების სიმრავლე. B იყოს 7-ზე გაყოფისას მიღებული ნაშთების სიმრავლე.
დავწერე მიღებულიო და ვგულისხმობ იმ ნაშთების სიმრავლე, რომელიც შესაძლებელია მივიღოთ 5-ზე გაყოფისას, ანუ ყველა შესაძლო ვარიანტს ვგულისხმობ. მაშინ ასევე 7-ზე გაყოფისას ნაშთების სიმრავლე, ანუ ისევ ყველა შესაძლო ვარიანტი რა ნაშთით შეიძლება მივიღოთ 7-ზე გაყოფისას. A სიმრავლეში ცხადია შევა რიცხვები 0, 1, 2, 3, 4. B სიმრავლეში შევა რიცხვები 0, 1, 2, 3, 4, 5, 6. წარმოვადგინოთ ვენის დიაგრამებით. მაშინ ეს არის თქვათ B სიმრავლე და მასში შევა აი ეს რიცხვები გულისხმობთ. A სიმრავლე კი რადგან შეიცავს რიცხვებს 0, 1, 2, 3, 4, ეს კი ამავე დროს ეს რიცხვები, ეს ელემენტები შედის B სიმრავლეშიც. აი მე წარმოვადგინე A სიმრავლე არის B-ს ქვესიმრავლე ამ შემთხვევაში და A სიმრავლის თანაკვეთა B სიმრავლესთან მოგვცემს A სიმრავლეს, ჩვენ ეს წარმოდგენილი გვქონდა და მე აღარ დავშტიხავ A-ს თანაკვეთა B-სთან. ეს არის A სიმრავლე, ხოლო A-ს გაერთიანება B სიმრავლესთან, ეს არის B სიმრავლე. და ბოლოს ცარიელი სიმრავლის თანაკვეთა ნებისმიერ სიმრავლესთან. მაგალითად, ცარიელი სიმრავლის თანაკვეთა დავუშვათ აი ამ A სიმრავლესთან. თქვენ იცით, ცარიელ სიმრავლე არც ერთ ელემენტს არ შეიცავს, ამიტომ ცხადია ეს თანაკვეთა მოგვცემს ცარიელ სიმრავლეს. რაც შეეხება A სიმრავლის გაერთიანებას ცარიელ სიმრავლესთან, ბუნებრივია შედეგი უნდა იყოს A სიმრავლე. მას შევაჯამოთ, რა საკითხებზე ვისაუბრეთ ჩვენ დღეს. ჩვენ შევისწავლეთ სიმრავლეთა თანაკვეთა და გაერთიანება და ეს სიმრავლეები, მათი თანაკვეთა გაერთიანება წარმოვადგინეთ ვენის დიაგრამებით. მოსმენილი მასალა თქვენ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ შეასრულოთ შესაბამისი სავარჯიშოები თქვენი სახელმძღვანელოდან. ამით გაკვეთილი დამთავრებულია, გისურვებთ წარმატებებს.